პირდაპირ ეთერში სტუმართან ერთად დავბრუნდით ჩვენი სტუმარი გახლავთ დიდი დიღმისა 1000 მოწამის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლუკა სუპატაშვილი. დაგულოცეთ მამაო. ერთმა დაგულოცოთ. მოგესალმებით. აი როგორც გადაცემის დასაწყისში აღვნიშნეთ, დღეს ჩვენ საუბრობთ სოფლის საკმაოდ გავრცელებულ პრობლემაზე, სტრესებზე, ნევროზებსა და დეპრესიაზე. მამა ლუკაი, საიდან მომდინარეობს და რამ შეიძლება გამოიწვიოს სტრესული მდგომარეობა და ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჭეშმარიტ ქრისტიანს ვიცით, რომ მოეთხოვება მათი დათრგუნვა, აი ამ პრობლემების იმდენად დათრგუნვა, რომ ის არ გადაიზარდოს დეპრესიაში. თუმცა თითოეულ ადამიანს მაინც გვაწუხებს ეს პრობლემები. აი როგორ მოვთოკოთ ჩვენი გრძნობები და საიდან მომდინარეობს ზოგადად ეს პრობლემა? ეხლა ადამიანური ყველანაირი პრობლემა რო შევაჯამოთ, საერთო ჯამში მივდივართ ამასთან, რომ ადამიანი არის წყობიდან გამოსული. ადამიანის გონება, სული, გული, ნერვული სისტემა მთლიანად გამოდის წყობიდან, როდესაც ადამიანი, ვთქვათ, როდესაც ადამიანმა უკვე 60 დაკარგა. და ადამი და ევა, როდესაც უკვე რაღაცნაირად ცოდვასთან ნაზიარები აღმოჩნდნენ. და ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც შეიძლება შეემთხვეს ადამიანს, რომელიც, ვთქვათ, ცხოვრობს ამ ქვეყანაზე და რომელიც აუცილებლად ჰარმონიული მდგომარეობა უნდა ჰქონდეს შინაგანად. ზოგადად ეკლესია ქრისტე მოციქულები ყველა ქადაგებს და ყველა მოგვიწოდებს, რომ ჩვენი შინაგანი მდგომარეობა გაერთიანდეს. ანუ სული, გული, გონება და ჩვენი პიროვნება გახდეს ერთი მთელი. მაგრამ ეს ერთი მთელი ხდება მას შემდეგ, რაც ადამიანი, ვთქვათ, ღმერთს უბრუნდება. იმიტომ რომ ღმერთი არის მისი ბუნებრივი წიაღი. ანუ ის, ვთქვათ, პატარა ბავშვი დედასთან ბუნებრივ მდგომარეობაშია და დამშვიდებულ მდგომარეობაში. თუ დედას მოვაცილებთ, ის აუცილებლად სტრესში ვარდება. თუ ვთქვათ, ადამისა და ევას ისტორიას გავიხსენებთ და ეს ისტორია ჩვენ ყველას გვეხება, იმიტომ რომ ჩვენც მსგავს სიტუაციებში ვართ, როდესაც ესე იგი ბოროტმა აცთუნა ადამი და ევა, ისინი აღმოჩნდნენ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც გაუუცხოვდნენ ღმერთს და როდესაც ღმერთი 60-ში მოვიდა, ადამი და ევა დაემალნენ მას, შეეშინდათ და დაემალნენო. გარდა ამისა, თავისი სიშიშვლე იხილესო, თავისი უმწეობა იხილეს, შეეშინდათ, მოშივდათ და გარკვეულწილად თანამედროვე თქვენგან ახსენები ტერმინი რო ვახსენოთ, დაეწყოთ ფსიქოლოგიური პრობლემები. ანუ როდესაც შინაგანად შენ რაღაცაზე ნერვიულობ, ხარ წყობიდან გამოსული. დაირღვა რაღაც წესრიგი. რაღაცა დაირღვა, ძალიან მნიშვნელოვანი დაირღვა და ადამიანის ეს ყველაზე დიდი პრობლემაა. თუ ადამიანი, ვთქვათ, წარმოვიდგენთ ღმერთთან მყოფ ადამიანს, ადამიანი ღმერთივით სრულყოფილი უნდა იყოს. იმიტომ რომ ჩვენ ღმერთმა თავის ხატად და მსგავსად გაგვაჩინა, დაგვბადა და ჩვენ მარადიულად უნდა ვიცხოვროთ და მსგავსებას უნდა მივაღწიოთ ღმერთთან. და ეს ყველაფერი ცხოვრებაში უნდა მივაღწიოთ ამას ყველაფერს. მაგრამ აი ჩვენ ვხედავთ, რომ ცხოვრებაში შეიძლება ადამიანი არა ვთქვათ ღვთაებრივ მსგავსებას აღწევს, არა ვთქვათ ძველი ქართული სიტყვა რო ვახსენოთ, ღვთისნიერი ხდება, არამედ ებრძვის რაღაცა პრობლემებს. სულ მუდამ პრობლემებთან ჭიდილშია. და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს, რომ ჩვენ ესე იგი რაღაცა პრობლემას როდესაც ვებრძვით, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ნამდვილად როგორ უნდა ამოიხსნას ის პრობლემა და როგორ უნდა დაიძლიოს ეს პრობლემა, თორემ შესაძლებელია რომ მთელი ცხოვრება პრობლემებში ვატაროთ და სამწუხაროდ ასეთი ფსიქოლოგიური პრობლემები მიდის სასოწარკვეთისკენ და მიდის შეიძლება აი ესეთი ტრაგიკული შემთხვევებისაკენ. სუიციდამდეც კი, სუიციდამდეც კი. მამა, თქვათ, აი ჩვენ გვაინტერესებს ბუნებრივია რა როლს თამაშობს ამ კუთხით ეკლესია აი ამ პრობლემების მოგვარებაში და აქვე კითხავთ რა დროს არის, თქვათ, დასაშვები ფსიქოლოგის ჩარევა და რამდენად არის ხოლმე გამართლებული ხშირ შემთხვევაში ეს? ეკლესიის აზრი ღვთისმეტყველებაში ჩამოყალიბებულია, დამტკიცებულია და ეს მოდის ღმერთისაგან, ქრისტესგან და მოციქულთაგან და ამაზე საუბარიც არ არის. ეს ესეა, რომ ადამიანი შედგება სულისა და ხორცისაგან. ადამიანი ორბუნებოვანია. და ვთქვათ, როდესაც ხდება ღმერთისაგან მოწყვეტა,
ანუ თქვათ ცოდვის საშუალებით, როდესაც ბოროტი ძალა გამოიტყუებს ადამიანს და ადამიანი ვარდება ცოდვაში, ზიანდება მისი სულიერი სამყაროც, ანუ ორივე ბუნება, სულიერიც და ფიზიკურიც, ორივე წყობიდანაა გამოსული და ორივეს რა თქმა უნდა მკურნალობა სჭირდება. ორივე სჭირდება, რაღაც და აი ამ მძიმე დარტყმისაგან მიღებული პრობლემა რომ შოკი რომ მოვაშოროთ. ფიზიკური სხეული ამას თავისებურად განიცდის და ამას რა თქმა უნდა მედიცინა სწავლობს და საუკუნეებია და ალბათ რაც კაცობრიობა არსებობს ყოველთვის არის ამაზე ფიქრი როგორ განიკურნოს ადამიანის ფიზიკური სხეული. აი ეკლესიას რაც შეეხება ეკლესია რა თქმა უნდა ორივეზე ზრუნავს რომ სულიც განიკურნოს ვნებებისაგან, ანუ ავადმყოფური მიდრეკილებისაგან ცოდვებისადმი. აი მაგალითად ვნება ნიშნავს, როდესაც ადამიანს ბუნებრივად მიაჩნია უკვე ცოდვის ჩადენა. და ესე იგი უსაშველოდ, აი დამღუპველად, უსაშველოდ მიდრეკილი ადამიანი ცოდვისკენ. ისევე ეს მას ბუნებრივად მიაჩნია და იღუპება. და შემდგომ ეს არასწორი ქცევა აზიანებს რა თქმა უნდა ფიზიკურ ბუნებას. მაგალითად თუ ამპარტავნება არის რომ ადამიანი ღმერთზე მაღლა დააყენებს თავის თავს და გადაწყვეტილებების მიღებაში თავის აზრს უფრო უპირატესობას მიანიჭებს ვიდრე ღვთის ნებას, ეს უკვე ამპარტავნებაა, მაგრამ აი როგორ განიცდის ამპარტავნებას ფიზიკური სხეული, ეს უკვე ცალკეა საკითხი. აი მაგალითად თუ იოანე კიბის აღწერელი ესე ბრძანებს, ადამიანი რომელიც ღმერთის ნებით ცხოვრობს, ის სიმშვიდეშია. იმიტომ რომ იმად იცის რომ სამყაროს შემოქმედი შენ გიფარავს. თან ყოველდღე სასწაულები ხდება შენ ცხოვრებაში. იმიტომ რომ შენ გრძნობ რომ შენ ვიღაცის ფარველობის ქვეშ ხარ. შეიძლება არა ხარ წმინდანის დონეზე, შეიძლება არა ხარ ღვთისმეტყველი და ღმერთის მხილველი, მაგრამ გრძნობ რაღაცა ზებუნებრივ არა ამ ქვეყნიურ ძალას, რომელიც შენ გიფრთხილდება და ეს სიმშვიდეში გამყოფებს. მაგრამ თუ შენ თავზე გადაიტანეო აქცენტიო და შენით იცხოვრეო, მაშინ შენ ყოველთვის დაძაბული იქნებიო. ფსიქოლოგიურად იქნები ყოველთვის დაძაბული. იმიტომ რომ ფიქრობ, რა გავაკეთო, როგორ გავაკეთო, აი რა მომელის ამის შემდგომ რა შემხდება, როგორ დასრულდება დღევანდელი დღე, ხვალინდელი დღე რა მოხდება, აი რა დღე მომელის და ასე შემდგომ. ეს მუდმივი დაძაბულობაა და აი ეს ფსიქოლოგიური, ნერვული დაძაბულობა რა დაავადებებს იწვევს, ეს უკვე რა თქმა უნდა მედიცინის სფეროა და კარგათაც არის ის გამოკვლეული. მაგრამ როდესაც ჩვენ საუბრობთ ეკლესიაზე, ეკლესია მომხრე რომ ჯერ განიკურნოს სათავე ცოდვისა და რა თქმა უნდა მე ეს დაშრება ცოდვის დინარება ხომ და მე რა თქმა უნდა შესაძლებელია რომ მოშუშდეს ის ტკივილები რომელიც ფიზიკურ სხეულს მიადგა და საერთო ჯამში თუ ვიტყვი ეკლესია აუცილებლად თვლის მედიცინის ჩარევას ადამიანის ცხოვრებაში იმიტომ რომ ეკლესიურად როგორც ვთქვით არის მარტო არასული არამედ ფიზიკური სხეულიც არის სულის მკურნალი, უფალი და მადლი ღვთისა და საეკლესიო საიდუმლოებები, რომელიც თქვათ მოძღვერთა საშუალებით აღესრულება და არის ღვთაებრივი ნიჭის მატარებელი მკურნალნი, რომელიც მკურნავენ იმ ჭრილობებს, რომელიც მიყენებული აქვს ადამიანის ფიზიკურ სხეულს, მის ფსიქიკას, ნერვულ სისტემას და ასე შემდეგ. მამა ლუკა, ჩვენ აღნიშნეთ უკვე რომ დღევანდელ ჩვენს ცხოვრებაში, მსოფლიოში უამრავი პრობლემაა თითოეული ადამიანის გარშემო, ზოგს ადამიანი ერევა, ძლევს, ზოგსაც ვერ ერევა და ვარდება დეპრესიაში, როგორც აღნიშნეთ. არის რომ როგორც წმინდა მამები გვეუბნებიან, ადამიანს, ჭეშმარიტ ქრისტიანს ყველაზე მეტად ის უნდა ნერვიულობდეს საკუთარ ცოდვებზე და არა თქვათ რაღაც გარე პრობლემებზე. როგორ უნდა მიაღწიოს ადამიანმა ამ მდგომარეობას ეს ალბათ რაღაც საკუთარ მაღალი საფეხურია ადამიანის სულიერებაში ვფიქრობ რომ ადამიანმა მხოლოდ მიიღოს სტრესი საკუთარი ცოდვებიდან გამომდინარე აი მასზე ფიქრით რამდენად მნიშვნელოვანიც არის ადამიანს აქვს სულიერი ბრძოლა თუ ჩვენ ადამიდეევა ვახსენეთ იქ ბოროტმა ძალა მაცდუნა ისინი ანუ შესთავაზა რომ მოდი ესე კი არა ესე გააკეთეთ ესე კი არ იცხოვროთ აი ასეთნაირად იცხოვრეთ აი იგივე შეთავაზებები ადამიანსაც აქვს თითოეულ ჩვენთაგანს ამ ქვეყანაზე მოსულ ადამიანს ყველას აქვს თავარია ჩვენ რა მიმართულებას ავირჩევთ და თუ ჩვენ სწორ მიმართულებას ავირჩევთ სწორი მიმართულება ესაა როდესაც მე პიროვნულად მივდივარ პიროვნული ღმერთისაკენ და მე ღმერთისაკენ სავალ გზაზე ვდგები და ეს ისეთი ციცაბოა ეს ისეთი
დამრეცია ეს ისეთი წვერვალია, აი როგორც თქვა ალპინისტები, თქვა უმაღლეს წვერვალებს, როდესაც იპყრობენ, მათ არ ცალიათ იმისთვის, რომ გვერდზე იყურონ, ან ვიღაცაზე იფიქრონ, ან ვიღაცა ლანძღონ, ან ისინი მობილიზებული არიან, რომ მიაღწიონ თავიანთ უმაღლეს წერტილს. აი ქრისტიანიც ასე უნდა იყოს. თუ თქვათ ქრისტიანი შეჩერდება უკან გაიხედავს, აბა რა ხდება, აბა შენ ცხოვრებაში მომიყევი, ან მერე თავისთვის დრო აღარ დარჩება და ადამიანი მერე ფიქრობს არა კონკრეტულ პრობლემაზე, არამედ ზოგადად მოედება რაღაცნაირად, მაგრამ ისეთი რამეა, რომ უმეტეს შემთხვევაში ისეთ პრობლემებზე ვფიქრობთ, რომელიც ხელმწიფებად ჩვენ არ აგვაქვს, რომ ის პრობლემები მოუხსნათ. აი ჩვენ შეგვიძლია საკუთარ თავს ბევრი პრობლემა მოუხსნათ. წმინდა ნიკოდიმოს თაწმინდელი ბრძანებს, რომ თუ სანამ ადამიანი ასეთნაირად არიაზროვნებს, რომ არსებობს ღმერთი და ვარსებობ მე, რომელიც მისკენ უნდა წავიდე, ანუ ჩვენ ორი ვართო სამყაროშიო, მანამდე სიმშვიდეს ვერ იხილავსო და მანამდე აი შეიძლება გლობალურ პრობლემებზე იფიქროს, სხვის პრობლემებზე იფიქროს, სხვაგან იკითხოს, სხვის ცუდთვისებებზე იფიქროს და ასე სხვის გამოსწორებაზე იფიქროს. და ამაში ისეთ ენერგიას ხარჯავს, რომ ესე იგი მრისხანებამდეც კი შეიძლება მივიდეს მრისხანებას, თან მოსდევს მერე დიდი ენერგიის კარგვა შინაგანი და შედეგად მერე საწოწარკვეთა მოდის, ანუ უკვე უენერგიობა მოდის. ამიტომ ადამიანმა თავისი ენერგია უნდა აკონტროლოს და აი ღმერთისაკენ უნდა იაროს. ეს ისეთი გზაა, როდესაც შენ ღმერთი აუცილებლად იმ დანახარჯ ენერგია, აი ღმერთი გვერდით გიდგას. ხშირ შემთხვევაში ხელში აყვანილი მიყავ ხარ და ღმერთისაკენ სავალი გზა ეს არის ესეთი ტვირთი არის, მაგრამ ეს არის როგორც უფალი ბრძანებს მსუბუქი ტვირთი. და აი ეს ტვირთი ამ ტვირთით უნდა იაროს ადამიანი. დიახ, ამაულ ალბათ დამეთანხმებით ბუნებრივად ჩნდება კითხვა, როცა ჩვენ ფსიქიკურ აშლილობებზე და სტრესებზე ვსაუბრობთ, საინტერესოა როგორი არის ეკლესიური მიდგომა და სწავლება იმასთან დაკავშირებით, რომ რატომ უშვებს მაინც უფალი ასეთ ამ სახის სნეულებებს ადამიანზე და რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს მას ადამიანისთვის, რამთუ ჩვენ ვიცით, რომ უფალი ბრძანებს, რომ ერთი ღერით ჩამოვარდება ადამიანს მისინების გარეშე. ანუ შემთხვევითი ხომ არ არის ის, რომ ადამიანები ავადდებიან ასეთი სნეულებებით. ეს ცხოვრების წესიდან გამომდინარე არის. მაგალითად, მე თუ ჩემ პატარა ბავშვს უხსნი, რომ ცეცხლთან მიახლება არ შეიძლება, უნდა დამიჯეროს, მაგრამ თუ არ დამიჯერებს და ცეცხლს შეახებს თავის თითს, მას დაეწვება ეს თითი და ძალიან მწარე ტკივილი ექნება. ну არა ერთი დღე, არამედ რამდენიმე დღე. აი საქმეც ეს არის, აი იაკობ მოციქულიც ამბობს, რომ არანაირი განსაცდელი ღმერთისაგან არ მოდის. ესე იგი ღმერთი აზის და არ ფიქრობს ახლა, რომ აი ვთქვათ მე მამა ლუკას რა განსაცდელი მოუვლინო. უბრალოდ ჩემი არასწორად გადადგმული ნაბიჯები იწვევს განსაცდელს. ანუ ეს არის შედეგი. ანუ როგორც ვახსენე ბავშვის შემთხვევად, ვთქვათ ჩემ შვილთან მიმართებაში იყო ასეთი შემთხვევა, რომ ცეცხლს არ შეეხო, არ შეეხო, ну მაინც შეეხო ანთებულ კანდელს შეეხო თუ სანთელს აღარ მახსოვს დაიწვა ხელი და იმის მერე უკვე აღარ ეკარება და იგივე აი ეს მაგალითი რომ გადმოვიტანოთ ჩვენს ცხოვრებაში იგივე ხდება განსაცდელი ანუ პრობლემა ეს არის ჩვენგან დაშვებული შეცდომა შევეხეთ იმას რასაც არ უნდა შევხებოდით გავაკეთეთ ის რაც არ უნდა გაგვეკეთებინა მაგრამ თუ გავაკეთეთ ის რაც არ უნდა გაგვეკეთებინა იმას თავისი შედეგი მოყვება ჩვენ ყველამ ვიცით რომ თქვა ორმოში არ უნდა ჩახტე მაგრამ თუ ჩავხტებით იქ რა მოგვივა კაცმა არ იცის ამიტომ აი ღმერთიც დაახლოებით ასე გვეუბნება მცნებებს გვაძლევს ცხოვრების წესებს მაგრამ თუ დაირღვა ეს ცხოვრების ჩვენ თუ შევეხეთ ისეთ რამეს აუცილებლად განსაცდელს მივიღებთ რა ხდება ამ დროს როდესაც ადამიანი თქვა ეხება რაღაც არასწორს ხდება ის რომ ჩვენ წყვდებით ღმერთს როგორც ადამი და ევა მოწყდა ღმერთს და ვეხებით შევდივართ ურთიერთობაში ბოროტ ძალასთან და ბოროტი ძალა ამ დროს ადამიანზე ახორციელებს ძალიან დიდ აგრესიულ შეტევებს და აი ფსიქიურ დაავადებებს თუ განვიხილავთ ავადმყოფებს თუ დავეკითხეთ საოცარი ბრძოლები აქვს საოცარი აზრები აქვს ხმები აქვს რაღაცა მოჩვენებები აქვს და ასე შემდგომ ეს ბუნებრივია იმიტომ რომ ღმერთს მოწყდა ადამიანი და ბოროტ ძალას შეეხო მაგალითად ჩვენ ვიცით ნარკომანიის ლოთობის შედეგი რომ თეთრი ცხელება ხომ როდესაც უკვე ადამიანს უკვე ელანდება ეჩვენება უკვე რაღაცა აი უკვე მოჩვენებები აქვს ესე იგი არის არა დარღვევა ფსიქიური რაღაცა დარღვევა არამედ
რეალურად ბოროტ ძალას ხედავს ის და რეალურად ბოროტი ძალის აზრებს განიცდის და შემდგომ ფსიქიური აშლილობა თუ თქვა ჩვენ შიზოფრენიას და ასე შემდგომ განვიხილოთ იქ უკვე ეშმაკეულ მდგომარეობებამდე შეიძლება მივიდეს ადამიანი ანუ როდესაც ადამიანს კი აღარ აქვს თავისი ნება არამედ ბოროტი ძალა ფლობს ამ ადამიანს და აქვს კრიზისული პერიოდები როდესაც საშინელებაა თავის თავს თვითონ ვერ აკონტროლებს აქვს პერიოდები, როდესაც ის რა თქმა უნდა აკონტროლებს თავის რაღაც გარკვეული გამოდის ექიმებს ძალიან კარგად აქვთ გამოკვლეული და პლუს სათავე კი ამისა ეკლესია მიიჩნევს და მიუთითებს ამის სათავე ბიბლიაშია ნაჩვენები ხატოვნად, ანუ ის ფორმულაა ნაჩვენები ადამიანსა და ევას შემთხვევაში თუ როგორ დაეცნენ ისინი სამოთხეში და როგორ დაკარგეს ღმერთთან ურთიერთობა. და ღმერთთან ურთიერთობის დაკარგვა სწორედ აი ასეთ პრობლემებს იწვევს და კურნება არის სწორედ ეს როდესაც ადამიანი ისე უბრუნდება ღმერთს მამა ლუკა ვიცით რომ დეპრესიაში და სტრესულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს ხშირად მოსდის ბოროტი აზრები ფიქრობს გონებაში იმას რასაც იცის რომ სინამდვილეში კარგად მყოფობის დროს არასოდეს გააკეთებს თუმცა როგორც წმინდა მამები ამბობენ ისიც ვიცით რომ ეს გონებაში გაფიქრებაც კი ძალიან დიდი ცოდვაა აი რას გეტყვით ამის შესახებ ეს თქვენ რაც ახსენეთ ეს არის სულიერი ბრძოლა როდესაც ბოროტი ძალა ებრძვის ადამიანს. აი ხშირად აღსარებაზე მოდის ადამიანი და გვეუბნება მოძღვრებს რომ აი მაქვს მე ძალიან ცუდი აზრები ღვთის საგმობი მე არ ვემხრობი ამას მაგრამ აი ამ აზრებს ვერ ვიშორებ. ჩვენ ვუხსნით რომ ეს არის ბოროტისაგან ბრძოლა. ეს შენი აზრი კი არ არის, ეს არის ბოროტის აზრი. უბრალოდ შენ მას არ უნდა დაეთანხმო, არ უნდა მიიღო. ბოროტმა შეიძლება 1000 რამ შეიძლება შთაგაგონოს თქვა იგივე ქურდობა, ყაჩაღობა, აღვირახსნილი ცხოვრება და შესაბამისი გონებაც გაგეხსნეს როგორ მიაღწიო ამას კარგად და ლამაზად. მაგრამ აი საქმეც ეს არის, შენ არ უნდა მიიღო ეს ბოროტის ბრძოლა. ადამიანს ბრძოლა მაშინ ეწყება, როცა ის ღმერთისკენ მიდის, თორე თუ თქვა ცოდვაში ხარ, არის ადამიანი, მაშინ ეშმაკი მისი თანამზრახველია. და მას კი არ ებრძვის, არამედ აზრებით ამარაგებს და ასე შემდგომ. მაგრამ აი ეს ბრძოლა, რაც თქვენ ბრძანეთ დეპრესიები და ასე შემდგომ ემართება ადამიანს, რომელიც მაინც ღმერთისაკენ არის მიდრეკილი და მაინც ღმერთის სიყვარულისთვის ცდილობს რომ იცხოვროს. შეიძლება არც ეკლესიური იყოს არაფერი, მაგრამ აი კეთილშობილი იყოს თავარია რომ აცნობიერებს შინაგან. მამალუკა თქვენ წერან ბრძანეთ რომ ეკლესია არ უარყოფს მედიცინის ჩარევას ასეთ დროს ბუნებრივია. თუმცა საინტერესოა რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ფსიქოლოგის თქვათ ის იყოს სულიერად გამოწვრთობილიც თქვათ და ის მხოლთეული ცოდნით არ მკურნალობდეს პაციენტს, რადგან ჩვენ ვიცით რომ ასეთ შემთხვევაში უფრო მეტად ინგრევიან ხოლმე ადამიანები ვიდრე ისინი ჯანმრთელდებიან და რამდენად ამართლებს ხოლმე თქვათ აი მედიკამენტური მკურნალობა ასეთ დროს. ზუსტად გამოწერილი მედიკამენტი ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანისათვის. თუ თვითონ მკურნალი, მაგალითად ჩემი ბავშვების ექიმი არის წინვალე ქალბატონი, რომელიც ზუსტად იცის, აი როგორ რა დროს რანაირი, მაგალითად არის სამშობიარო ტრამვები, რომელიც დრო არ უმკურნალო, თქვათ მომავალში რო გაიზრდება ადამიანი, შეიძლება თქვათ ის რაღაცაში გამოვლინდეს და ასე შემდგომ. ექიმები ასევე ამბობენ რომ ძალიან ფსიქიატრები ამბობენ რომ ძალიან მნიშვნელოვანია დედის სითბო ბავშვისთვის 5 წლამდე ასე, იმიტომ რომ ამ დროს ყალიბდება ბავშვი და თუ თქვათ დედის წიაღში როდესაც არის ბავშვი ის როგორც წმინდანები ბრძანებენ 64-ში იმყოფება და როდესაც იბადება ამ ქვეყანაზე ეს 64-ური მდგომარეობა მას უნდა გაუგრძელდეს რაღაცა პერიოდი ანუ ის დედასთან კონტაქტში უნდა იყოს და ასეთ შემთხვევაში ის ქვეყანას შეხედავს როგორც აი ბედნიერებას სიხარულს მას გაახარებს ყოველდღე მაგრამ თუ დედას ვერ ხედავს მაშინ ეს ამ ბავშვს აუცილებლად სტრესები ემართება და შეიძლება ეს 5 წლამდე მიღებული შიმშილი ბავშვს მე მთელი ცხოვრება უკვე აი გაიშალოს ფობიების სახით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ
დედამ, მშობელმა, ახლობლებმა მისცეს სიხარული და სიყვარული ბავშვებს. მაგრამ თუ მაინც დაზიანებულია, ღვთისმოყვარე, რეალური სირათის მხედველ მკურნალი ექიმის ფასი არაფერია. იმიტომ რომ მას ძალიან დიდი შვების მოცემა შეუძლია და ძალიან დიდი სიკეთის გაკეთება ადამიანისათვის, რომ მას დაეხმაროს. თუ თქვათ მე თავი მტკივა, უფრო ძნელია ჩემი ცხოვრება, მაგრამ თუ თავის ტკივილს მომიხსნი, მაშინ უფრო დასაგებია. ეხლა ნერვული დაძაბულობა თუ მაქვს, უფრო ძნელია ჩემთვის სულიერი ცხოვრება, მაგრამ თუ ნერვულ დაძაბულობას მომიხსნი, უფრო ადვილი იქნება ეს. და მამოთ ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა და იქნება ძალიან მოკლედ შევაჯამოთ ჩვენი საუბარი და იქებ აი მინდა რომ ყურადღება გავამახვილოთ რომ ვთქვათ აი ამ ჩიხიდან დეპრესიიდან გამოსავალი არის ეკლესიური ცხოვრება ერთის მხრივ, ну თუ რთულ ფორმებში არ არის და არ ჭირდება ადამიანს სამედიცინო ჩარევა. ანუ რაშე გამოსავალი? მე პავლე მოციქულის სიტყვებს გავიხსენებდი ამ შემთხვევაში, რამეთქმა ეს მახსენდება ყველაზე მკაფიოდ და ეს არის ყველაზე რეალური. რომ სამი დიდი საუნჯე, სამი დიდი სიკეთე და სათნოება უნდა ჰქონდეს ადამიანს. ეს არის რწმენა ღვთისა, სიყვარული ღვთისა და სასოება ღვთისა. ესე იგი შეიძლება და ეს სამივე უნდა ჰქონდეს ადამიანს. შეიძლება ადამიანს ღმერთი სწამს, შეიძლება ღმერთი უყვარს, მაგრამ შეიძლება ღმერთის იმედი არ აქვს, სასოება არ აქვს, ანუ არ ენდობა ღმერთს. და ჩვენ ახლა დეპრესიები ვახსენეთ და ეს არის როდესაც ადამიანი არ ენდობა ღმერთს. ამიტომ ჩვენ მას უნდა მივენდოთ და ეს სათნოება ჩვენში უნდა განვავითაროთ. და ჩვენ რა თქმა უნდა არასწორი ცხოვრება და ცრუ ცხოვრების წესი, ანუ ვნებები უნდა უარყოთ და რა თქმა უნდა ეს სათნოებები უნდა დავამკვიდროთ, რომელიც ჩვენ დაგვიცავენ და არ მოგვცემენ საშუალებას რომ დავეცეთ და რაღაცა გვეტკინოს. კეთილი, უღრმესი მადლობა მამალუკა. შევახსენოთ ჩვენ ტელემაყურებელს ფსიქიურ აშლილობებზე, მათ გაუმწევ მიზეზებზე, მათი მოგვარების გზებზე საუბრობდა დიდი დიღმის 100.000 მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლუკას უპატაშვილი. ჩვენს ეთერში ახლად 20